მოგესალმებით, ეთერშია მომბე 12 საათზე სტუდიაში მარიამ სეთურიძე მუშაობს. გამოშვებაში ნახავთ. არეულობა ირანში საპროტესტო აქციებისას 48 დემონსტრანტი და უსაფრთხოების 14 თანამშრომელია დაღუპული. ვითარება საავტომობილო გზებზე ზვავ საშიშროების გამო გუდაური კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე როგორც წარსდგა ქართული დელეგაცია ნიდერლანდებში. მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026 წლისთვის ამ სახელწოდებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად საქართველოში 2025 წელს დაფიქსირებული ძლიერი ეკონომიკური ტენდენციები მომავალ წელსაც გაგრძელდება. ანგარიში აღნიშნულია, რომ გასულ წელს საქართველოს ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა ორმა საკვანძო სექტორმა ტურიზმმა და მშენებლობამ. გაეროს ექსპერტების ვარაუდით 2026 წელს საქართველო კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი იქნება. პროგნოზირებულ 5.4%-იანი ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლებს. ამავე პროგნოზით საქართველოს ზრდის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება უკრაინისა და მოლდოვის მოლოდინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეა დაკავებული. სამართალდამცავებმა ბათუმში ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცება დამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეფედრონი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჯგუფურად პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ ინსპექტორთან, რის შემდეგაც ჯგუფურად თავს დაესხნენ და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავდასხმის შედეგად პატრულ ინსპექტორებმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიიღო, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულია სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ძებნილი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლები პირიც. გამოძიებით დადგინდა, რომ ძებნილმა პირმა არ შეასრულა ერთ-ერთ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მართლსაწინააღმდეგოდ გაასხვისა. შედეგად სალიზინგო კომპანიას 13,000 ლარზე მეტი ზარალი მიადგა. მსჯავრდებული ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 დეკემბრიდან იძებნებოდა. დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაში ამოთავსებული. მიგრაციისა და საბატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს და საქართველოდან გააძევეს. როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის 7 იანვარს აღნიშნული პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყოფნისას გახდა აგრესიული, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და საბატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გერმანიის მოქალაქეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 4,000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა და საქართველოში შემოსვლა 3 წლით აეკრძალა. ზვავშად საშიშროების გამო გუდაური კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით უსაფრთხოების მიზნით ამ მონაკვეთზე აკრძალულია გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოებაც. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ყველა ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარკვეული სახის მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში. ცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის 93-107 კილომეტრზე გუდაური პოსტა კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო შეზღუდულია მოძრაობა. დაწესებული რეჟიმი არის გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ. რეჟიმის მოხსნისთანავე საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია მყისიერად დაიწყებს გაწმენდით სამუშაოებს. ასევე მინდა აღვნიშნო ის საკითხი, რომ სხვა დანარჩენ საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა თავისუფალია, გარკვეული რეჟიმები გვაქვს დაწესებული მაღალმთიან რეგიონებში.
სავაჭრო ცენტრ ოქროს კიდობანში სამუშაო პროცესი განახლდა. ცენტრის დირექტორის განცხადებით, ქვემოთ არსებული ობიექტები არ დაზიანებულა და დამწვარია მხოლოდ მესამე სართულზე არსებული რესტორნის სივრცე. ოქროს კიდობაში ხანძარი ღამით გაჩნდა. მისი ლიკვიდირებისთვის კი მეხანძრე მაშველებს დაახლოებით 2 საათი დასჭირდათ. ადგილზე მეხანძრე მაშველებთან ერთად გვიან ღამემდე მუშაობდნენ კრიმინალისტებიც. ასევე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ სავაჭრო ობიექტზე სხვადასხვა ფართს ფლობენ და მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით დამწვარია 300 კვადრატული მეტრი ფართობი. ინფორმაცია მაქვს, რომ ამ შენობაში არ არის უსაფრთხოება დაცული და ელემენტარული დაყენებული არ აქვენ 300-400 ადამიანი არის ამ შენობაში, ელემენტარული გამწოვი არ არსებობს და აი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რო არ არის დაცული მესამე შემთხვევა და მეოთხე შეიძლება მსხვერპლი დასრულდეს. ხითი ხარშება ვერცხლი და ოქრო და რა ვიცი, 1000 რაღაცა ხდება. ოქროს ბირჟა არის. არ შეიძლება თუ მოიჯერიდან იღებ კეთილსინდისიერად თანხას, მას უნდა კონდეს იმის შესაძლებლობა ელემენტარული სუფთა ჰაერი მაინც მოისურვოს და მისი ნივთები იყოს დაცული. ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ხანძრის შეჯობინების შემდეგ დაახლოებით 5 წუთში გამოცხადნენ სახანძრო სამაშველო ეკიპაჟები. ამ დროისთვის მობილიზებული იყო 17 სახანძრო სპეცტექნიკა. შენობიდან მოხდა დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია, საბედნიეროდ დაშავებული არავინ არ არის. დამწვარია სარესტორნო ფართის დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი. ხანძარი როგორც მოგეხსენებათ ეს გაჩნდა გუში, სადღაც 7-დან 8 საათამდე იყო. ხანძარი ეგრევე იქნა ლიკვიდირებული და ეს იყო მესამე სართულზე. რაც შეეხება ოქროს ბირჟას, ოქროს ბირჟაზე არაფერი არ დაზიანებულა, არც დაშავებულა. ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას. ახლა კი რა ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ირანში არეულობა გრძელდება. საპროტესტო აქციებისას 48 დემონსტრანტი და უსაფრთხოების 14 თანამშრომელია დაღუპული. ინფორმაციას ამერიკაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტთა საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ნორვეგიაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია კი სულ მცირე 51 დაღუპულზე საუბრობს, რომელთაგან 9 ბავშვია. პარალელურად ირანის მთავრობამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ინტერნეტი საპროტესტო აქციების ფონზე გათიშა. კომუნიკაციების სამინისტროში გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ვითარებით ახსნეს. შეგახსენებთ, ირანში აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა ირანული ვალუტის გაუფასურების გამო უკმაყოფილება გამოეხატათ. მალევე მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ და პროტესტმა მასშტაბური სახე მიიღო. ირანში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებებით შეშფოთება გამოხატეს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კერ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აღნიშნავენ, რომ ირანის ხელისუფლებას აქვს ვალდებულება დაიცვას საკუთარი მოსახლეობა, ასევე დაუშვას გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრება შურისძიების შიშის გარეშე. მოუწოდებთ ირანის ხელისუფლებას გამოიჩინოს თავშეკავება, თავი შეიკავოს ძალადობისგან და დაიცვას ირანის მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები. აღნიშნულია განცხადებაში. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში ნავთობის კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვენესუელა შტატებს 30 მილიონ ბარელ ნავთობს გადასცემს, რომელიც უკვე გზაშია. დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები და ვენესუელა ერთად მსოფლიო ნავთობის რესურსების 55%-ს ფლობენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ამერიკულ კომპანიებს ვენესუელაში სრული უსაფრთხოება ექნებათ. ამასთან ტრამპის თქმით, ამერიკული კომპანიები ვენესუელის დაზიანებულ ნავთობის ინფრასტრუქტურას აღადგენენ. გეგმის თანახმად ამისთვის მსხვილი ნავთობ კომპანიები მინიმუმ $100 მილიარდ დახარჯავენ. გუშინ ვენესუელამ დაახლოებით 30 მილიონი ბარელი ნავთობი მოგვცა. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. დაახლოებით $4 მილიარდი ღირებულებისაა და უკვე მოემართება შეერთებული შტატებისაკენ. გსურს მადლობა გადაუხადოთ ვენესუელას ამისთვის. ჩვენ აშკარად კარგად ვმუშაობთ მათთან, თორემ ასეთი გულისხმიერები არ იქნებოდნენ. ადრე კომპანიებს არ შეეძლოთ ვენესუელაში შესვლა, რადგან არ ჰქონდათ გარანტიები, მაგრამ ახლა გვაქვს სრული უსაფრთხოება. ეს სრულიად განსხვავებული ვენესუელაა. ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ იმავეს გაკეთება ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით საჭირო არ იქნება. კითხვაზე გასცემდა თუ არა ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ოპერაციის ჩასატარებლად ტრამპმა უპასუხა. არ მგონია, რომ ეს აუცილებელი გახდეს. ამასთან დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ თუ ირანის ხელისუფლება აქციების ძალადობრივი ფორმით ჩახშობას განაგრძობს, შეერთებული შტატები ამას მძიმე შედეგით უპასუხებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისაუბრა გრენლანდიის საკითხზეც. ტრამპის თქმით, შტატები
გრენლანდიასთან დაკავშირებით რაღაცას აუცილებლად მოიმოქმედებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გრენლანდიას რუსეთი ან ჩინეთი დაიკავებს და ამერიკის შეერთებული შტატების მეზობელი გახდება. ჩვენ ვაპირებთ რაღაცის გაკეთებას გრენლანდიასთან დაკავშირებით მოსწონს მათ ეს თუ არა, რადგან ამას თუ არ გავაკეთებთ, რუსეთი ან ჩინეთი დაიკავებს გრენლანდიას და ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთი ან ჩინეთი გვყავდეს მეზობლად. მინდა შეთანხმება დავდოთ მარტივი გზით, მაგრამ ამას თუ მარტივი გზით ვერ გავაკეთებთ, რთული გზით გავაკეთებთ. ჩვენ გვჭირდება გრენლანდია, რადგან ახლა თუ გრენლანდიის მიღმა გაიხედავთ, იქ ყველგან რუსული გამონადგურებლებია, რუსული წყალქვეშა ნავებია, ჩინური გამონადგურებლებია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა ან ჩინეთმა მოახდინონ გრენლანდიის ოკუპაცია. ისინი სწორედ ამას იზამენ თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ. ნატომ უნდა გაიგოს, რომ მე ნატოს მომხრე ვარ. მე გადავარჩინე ნატო, მე რომ არა, ახლა ნატო არ გვექნებოდა, თუმცა ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა ან ჩინეთმა გრენლანდია დაიპყროს და ეს არის ის, რაც მოხდება, თუ ამას არ გავაკეთებთ. ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გუნდი ვენესუელაში პირველად ჩავიდა. როგორც მედია წერს, ვიზიტის მიზანია გაირკვეს შესაძლებელია თუ არა კარაკაში ამერიკის საელჩოს ხელახლა გახსნა. ცნობისთვის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელიდან დიპლომატები 2019 წელს გაიყვანა და საელჩო დახურა. როგორც წყაროებმა CNN-ს განუცხადა, საელჩოს სრულად გახსნა ხანგრძლივი პროცესი იქნება, თუმცა მცირე წარმომადგენლობა შედარებით სწრაფად შეიძლება იყოს. თებერვლის პირველ კვირას თეთრ სახლში კოლუმბიის პრეზიდენტს გუსტავო პედროს ელოდებიან. ინფორმაციას დონალდ ტრამპი ავრცელებს. შტატების ლიდერი დარწმუნებულია, რომ შეხვედრა ძალიან კარგად ჩაივლის როგორც კოლუმბიისთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. კოკაინის და სხვა ნარკოტიკების შეტანა შეერთებულ შტატებში უნდა შეჩერდეს, წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. ვითარება კვლავ რთულია უკრაინაში. ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ორეშნიკის რაკეტით ლვოვს შეუტია. უკრაინის ლიდერი ამბობს, რომ თავდასხმა ევროკავშირის საზღვართან ახლოს მოხდა. მისივე განცხადებით, საშუალო დისტანციური ბალისტიკური რაკეტის გამოყენება გამოწვევა ვარშავისთვის, ბუქარესტისთვის, ბუდაპეშტისა და მრავალი სხვა დედაქალაქისთვის. ყველამ ერთნაირად უნდა გაიაზროს და სერიოზულად მიიღოს. რუსები თუ არც კი ცდილობენ დამაჯერებელი მიზეზები მოიფიქრონ ასეთი იარაღის გამოსაღენებლად, მაშინ ვერც პირადი კავშირები და ვერც რიტორიკა ამისაგან ვერ დაგიცავთ. უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინის თავდაცვის მინისტრის დენის შმინგალისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მიხაილ ფედოროვის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებები მიიღო. აღნიშნულ განცხადებებს უახლოეს მომავალში დადგენილი პროცედურის შესაბამისად 13-16 იანვარს განიხილავენ. მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დენის შმინგალს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნავს და ამაში პარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს. რაც შეეხება მიხაილ ფედოროვს, მას ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა შესთავაზა. підтримав відповідні документи і вони მიმდინარე და მომავალი წლისთვის ევროკავშირი სირიას დაახლოებით 620 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ქალაქ ალეპოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. შეგახსენებთ, შეტაკებები ალეპოში სირიის სამთავრობო ძალებსა და სირიის დემოკრატიულ ძალებს შორის 6 იანვარს დაიწყო. არიან დაღუპულები და დაშავებულები. სირიის სამოქალაქო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, არეულობის გამო ქალაქი 13,000 ადამიანმა დატოვა. ჩვენ გვსურს გავაძლიეროთ ჩვენი ჩართულობა ფინანსური მხარდაჭერით დაახლოებით 620 მილიონი ევროს ოდენობით ამ წლისა და მომავალი წლისთვის. ეს ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე ადრეული აღდგენის მხარდაჭერას. პოლონეთი გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით ნატოში არსებული დაძაბულობით შეშფოთებულია. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. დონალდ ტუსკი ფიქრობს, რომ ვარშავა როგორც ერთგული მოკავშირე ვაშინგტონთან თავისი შეშფოთების შესახებ გულწრფელი უნდა იყოს. მე ძალიან შეშფოთებული ვარ გრენლანდიის საკითხით და ასევე ძალიან შეშფოთებული ვარ შეერთებულ შტატებში განვითარებული მოვლენებით და ყველაფრით, რაც ნატოსა და თავად შეერთებულ შტატებში ასეთ იდეოლოგიურ და პოლიტიკურ დაძაბულობას ქმნის, რადგან ჩვენ მოკავშირეები, მეგობრები ვართ და პოლონეთი შეერთებული შტატების გამორჩეულად ერთგული მოკავშირეა. მე ასევე მჯერა, რომ როდესაც ასეთ პოზიციაში ხარ, არაფერს აკეთებ მუხლებზე დაჩოქილი. უბრალოდ ამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. მეგობრებთან გულახდინად უნდა ისაუბრო იმაზე, თუ რა მოგწონს და რა არ მოგწონს.
ავტორიტარულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მრავალწლიანი თანამშრომლობა სრულდება. დონალდ ტრამპის მორიხმაურიან გადაწყვეტილებას ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ეხმაურება. მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წევრობაზე უარი კომისიას პერსპექტივას და გამოცდილებას ართმევს. მარტა კარტაბიას თქმით, ვენეციის კომისია ეხმარება სახელმწიფოებს საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის ღირებულებების დაცვაზე. როგორც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, კომისია ღია, რათა ამ საკითხებზე შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა განაახლოს. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომელიც 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლას ითვალისწინებს. სწორედ ამ ორგანიზაციებს შორის მოხდა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაც. ნიდერლანდებში ლიბერალურმა პარტიამ დემოკრატების 66-მა ქრისტიან დემოკრატებთან და მემარჯვენე ლიბერალურ პარტიასთან კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად შეთანხმებას მიაღწია. არჩევნებში გამარჯვებული პარტია ორ სხვადასხვა პარტიასთან მოლაპარაკებებს დეკემბრიდან აწარმოებდა, თუმცა პარლამენტის მეორე პალატაში ამ სამ პარტიას 150-დან მხოლოდ 66 ადგილი აქვს, რაც უმრავლესობას არ შეადგენს. მედიის ინფორმაციით, მხარდაჭერის მისაღებად სამივე პარტია ახლა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ცნობისთვის ნიდერლანდებში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდა, სადაც ცენტრისტი ლიბერალების პარტია დემოკრატების 66 გახდა გამარჯვებული. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ნიდერლანდებში უტრეხტში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან და 10-მდე კერძო კომპანიასთან ერთად ეროვნული სტენდით წარსდგა. გამოფენის ფარგლებში ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს წამყვანი PR კომპანიების, მსხვილი პლატფორმებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან. უტრეხტში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას დაესწრო ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი ბაჩო საგანელიძეც. გამოფენის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორთან ერთად მონაწილეობს Travel Trade Days 2026-ში. B2B ღონისძიების ფარგლებში ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვს შეხვდნენ საერთაშორისო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს, სერვისების მიმწოდებლებსა და ეგრეთ წოდებულ ბაიერებს. ამ ღონისძიების პარალელურად არის დამატებითი ღონისძიება, სადაც B2B შეხვედრების ფარგლებში ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვს, რომ მეტად საქმეზე ორიენტირებული ბიზნეს შეხვედრები გამართონ, პარტნიორები შეიძინონ. ჰოლანდია არის ჩვენთვის ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებში ერთ-ერთი სამიზნე ბაზარი. ვფიქრობთ, რომ წელს დამატებითი აქტივობები, როუდ-შოუები გვექნება, რითაც ბევრად მეტ ჰოლანდიელ მოგზაურს მოვიწევთ საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული გამოფენა ჩვენი კომპანიისათვის. ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებში. წელს გამოირჩევა, რა თქმა უნდა, დიდი ინტერესით ჩვენი ქვეყნისადმი. ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი ევროპელი ტურისტი ეყოლება ჩვენს ქვეყანას. წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი იწყება. ბელგრადი შეჯიბრს დღეიდან 25 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს. ჩემპიონატში 16 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 4 ქვეჯგუფში არიან გადანაწილებული. საქართველო, ხორვატია, საბერძნეთსა და სლოვენიასთან ერთად ბ-ჯგუფში იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის მატჩებს სხვებთან ერთად ქართველი არბიტრი ლევან ბერიშვილიც მოემსახურება. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. ეს იყო ამ დროისთვის ბოლო ინფორმაცია. მომბე პირდაპირ ეთერში 3 საათზე დაბრუნდება. დროებით.